ხდება ფასის დადგენა და რამდენი დაზოგე შემსყიდველმა კომპანიებმა ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად. რატომ არ იყო აქტიურობა ნოემბრის შემდეგ? თემას სტუმართან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორთან ირაკლი კალდავასთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. იმის მიუხედავად, რომ მუდმივად რამდენჯერაც თქვენ აქ იყავით, ან რამდენჯერაც ჟურნალისტები გწერენ, მუდმივად გიკითხებიან ხოლმე, რატომ არ არის ისეთი აქტიურობა, როგორიც პირობითად შეიძლება მოლოდინი ყოფილიყო. თუმცა ჩვენი საუბარი დღეს მინდა დავიწყო იმ ანგარიშით, რომელიც გამოაქვეყნეთ და იმ დანაზოგებით, რომელიც კომპანიებმა გაწიეს. რა მოიცავს ეს ანგარიში? საკმაოდ ისეთი დეტალური ანგარიში იყო, მე ყოველ შემთხვევაში ასე გავეცანი, რა ძირითად ასპექტებზე ამახვილებთ ყურადღებას და რამდენად წაადგება ეს ანგარიში ბაზრის მოთამაშეებს დაუშვათ შემდგომ საქმიანობებში. მოგესალმებით. მართალი ხშირად ვიწყებთ ხოლმე ასეთი კითხვით, თუმცა პასუხიც ყოველთვის გვაქვს ერთი და იგივე. გარდამავალი მოდელი, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 ივლისიდან, არ ქმნიდა იმის მოლოდინს, რომ ვაჭრობა იქნებოდა ძალიან დიდი ოდენობით. იმიტომ რომ გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობის შეზღუდვა აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მწარმოებლებს. თუმცა ამის ნაბიჯი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გადაიდგა პირველი ნაბიჯი ამდენი ხნის განმავლობაში დაწყების გადავადების შემდგომ. რაც შეეხება პირველ წელს, რომელიც შეჯამებულია ჩვენს ანგარიშში 2024 წლის მეორე ნახევარში ბირჟაზე ვაჭრობის შედეგები, აქ ასახულია ძირითადი შედეგები, რაც დადგა ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში, რა არის მთავარი გამოწვევები, რის გამოც შესაძლოა მონაწილეები არ მონაწილეობდნენ, არ ვაჭრობდნენ ელექტროენერგიის ბირჟაზე და პრინციპში რო შევხედოთ შედეგებს, ჯამურ აგრეგირებულ შედეგებს, ჩვენ ხედავთ, რომ ბირჟაზე ვაჭრობის მთავარი თქვათ შემაფერხებელი, რის გამოც ვაჭრობა არ ხდებოდა, ეს იყო ელექტროენერგიის მიწოდების სიმცირე. ელექტროენერგიის გამყიდველები არ იყვნენ მზად ელექტროენერგია შეეთავაზებინათ ბაზარზე იმ ფასად, რის გადასახდელადაც იყვნენ მზად მომხმარებლები. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ სიმწირის მიუხედავად ის ენერგიაც კი რაც იყო შეთავაზებული ბაზრის მონაწილეებისთვის, მისი დაახლოებით 45%-ის გაყიდვა მოახერხეს მწარმოებლებმა. შედეგად ის 55%-ის გაყიდვა მოახერხეს, ხოლო 45% დარჩა გაუყიდავი. შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით ნახევარი შეთავაზებული ენერგიისა არ იყიდეს მყიდველება, მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებული ფასი მათთვის იქნებოდა სასარგებლო. თუმცა აქ ერთ ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ დღევანდელი არსებული ბაზრის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს მონაწილეებისთვის, ქმნის ალტერნატივას ბირჟაზე ვაჭრობის შემდგომ. მე რომ გავყიდო ან ვაყიდო ელექტროენერგიის ბირჟაზე, უკვე შემდგომ ომხრივი ხელშეკრულების ფასი, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ჩემთვის ცნობილი გახდება პოსტფაქტუმ, მას შემდეგ რაც ვაჭრობა განვახორციელე. ანუ მე შეიძლება ამ ვაჭრობით მოვიგო, შეიძლება წავაგო. ადამიანის ბუნებიდან, რომელიც ინდივიდუალურად მოქმედებენ კომპანიის სახელით მოქმედებენ, უფრო ვთქვათ, დამაზიანებელია, უფრო ცუდად აღიქვამენ დანაკარგს, ვიდრე სარგებელს. იქნებ თავად ბირჟის მოდელია, დაუშვათ არ არის ისეთი სრულყოფილი, რომელმაც შეიძლება რომ დააინტერესოს კომპანიები, მით უმეტეს თქვენ ახსენეთ, რომ ეხლა საუბარში რომ გარკვეულწილად შეთავაზება ერთ შემთხვევაში არ იყო რაოდენობრივად დიდი და მეორე შემთხვევაში ფასი თითქოს მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყიდველი არ იყო. და იქნებ ბირჟის მოდელშია პრობლემა და ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო. ბირჟის მოდელი არ განსხვავდება, კონკრეტულად ბირჟის მოდელი არ განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის მოდელებს თუ შევადარებთ. მოდელი, რაც საქართველოში არის დანერგილი, ბირჟის მოდელი, კონკრეტულად ბირჟაზე თუ ვისაუბრებთ, არის იგივე, რაც უნდა იყოს სამიზნე მოდელში, უბრალოდ მიზეზი, რის გამოც არ ხდება ელექტროენერგიის ბირჟაზე ვაჭრობა, არის მონაწილეების мотиваციის ნაკლებობა, რასაც ქმნის არა ბირჟის მოდელი, არამედ ზოგადად ელექტროენერგიის ბაზრის მოდელი. ჩვენ თქვით, რომ გადავდგით პირველი ნაბიჯი, გავხსენით ელექტროენერგიის ბირჟა, შემოვიტანეთ ახალი სავაჭრო სივრცე ელექტროენერგიის ბაზარზე, თუმცა ჩვენ რეფორმის მიღმა არის ამ ეტაპზე დარჩენილი საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, თვითდისპეჩერება და საბალანსო ბაზარი. სწორედ ეს ერთობლივად ყველა სეგმენტის, ყველა სიახლის ამოქმედება ქმნის ბირჟის საჭიროებას და ბირჟაზე ვაჭრობის мотиваციას. შესაბამისად, რადგან ჩვენ გვაქვს მხოლოდ ბირჟა, რომელიც მოქმედებს, ასე ვთქვათ, განყენებულ და არსებულ მოდელში, რომელშიც არ არსებობს მოკლევადიანი პროდუქტებით,
ვაჭრობის საჭიროება, უკვე ბუნებრივი არის შედეგიც, რომ ბირჟაზე ვაჭრობის мотивация არის ნაკლები და შესაბამისად ნავაჭრი ელექტროენერგიაც არის ნაკლები. კი ბატონო, აქ ერთ საინტერესო ნაწილი შემოდის. გვჭირდება კი დავუშვათ ამ შემთხვევაში ბირჟა. ერთია რომ დავუშვათ საერთაშორისო ვალდებულებით, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ჩვენ გვევალება რომ ენერგეტიკული ბაზარი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, გავხსნათ, გქონდეს სხვადასხვა ამ მიმართულებით სიახლეები და მეტნაკლებად გადავეწყოთ ევროპულ კანონმდებლობაზე, მაგრამ მეორეა რისთვის იყო ქართული ბაზარი და ბიზნესი მზად. ანუ ამ გადმოსახედიდან თან ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ წლების განმავლობაში, რომ ბირჟა რატო არ იხსნება, ბირჟა რატო არ არის დავუშვათ ბირჟაზე ვაჭრობა, როდის დაიწყება, თუნდაც სატესტო რეჟიმში. აი ამ ყველაფერმა, რაც ახლა ამ განულმა ერთმა წელმა, რა დასკვნამდე მიგვიყვანა, ხომ არ იყო ნაადრევი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ის ნაწილები დავუშვათ რეფორმის არ არის რეალურად ამოქმედებული. უბრალოდ თავიდანვე როცა ვსაუბრობთ ბაზრის რეფორმაზე, რატომღაც ბაზრის რეფორმა და ბირჟა იქცა სინონიმებად. სინამდვილეში ეს ორი განსხვავებული ტერმინია. ბაზრის რეფორმა მოიცავს მათ შორის ელექტროენერგიის ბირჟის არსებობის საჭიროებას. რამდენად ვიყავით მზად, ეს ევროკავშირის ვალდებულება ახსენეთ, თუმცა ვალდებულების გარდა მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი საჭიროება, რომელიც ქვეყანას ჭირდება, ეს აუცილებელია კონკურენტული ეფექტიანი ბაზრის ფუნქციონირებისათვის, სადაც სისტემის მოთხოვნა კმაყოფილდება მინიმალური დანახარჯებით. და მასთან დაკავშირებულია სხვა ბაზრის სეგმენტებიც, მაგალითად საბითუმო ბაზრის გარეშე ვერ განვითარდება საცალო ბაზარი, ვერ განვითარდება, ასე ვთქვათ, ნეტო აღრიცხვის სქემა ვერ გაფართოვდება, ვერ იყვება აქტიური მომხმარებელი. საფუძველი ყველაფრის არის საბითუმო ბაზარი. საბითუმო ბაზარი, რომელიც მოიცავს ბირჟას, რომელიც მოიცავს დაბალანსების პასუხისმგებლობას, რომელიც მოიცავს თვითდისპეჩერებას, საბალანსო ბაზარს და ეს ერთობლივად უკვე ქმნის იმ სიკეთეს, რითაც უკვე მომხმარებელმა უკვე საშუალო გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მიიღოს სარგებელი. ამ გადმოსახედიდან რეალური პერსპექტივა ჩანს თუ არა ენერგეტიკული ბაზრის კიდევ უფრო განვითარების, ბაზრის მოთამაშეების გათვალისწინებით, მე გეთანხმებით აბსოლუტურად რომ თითოეული ჩვენგანისთვის არის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის და ბიზნეს სექტორისთვის არა მხოლოდ ბირჟა, არამედ მთლიანობაში ენერგეტიკული რეფორმის ამოქმედება სრულყოფილად და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავუშვათ რაღაც ვალდებულება გვაქვს ჩაწერილი. ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება, თუმცა ეს პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ რეალურად ამ პროცესების გათვალისწინებით რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ დავუშვათ ბიზნესმა დაინახოს, რომ ეს მათსავე ინტერესია, დაინახოს მომხმარებელმა, რომ ეს მათსავე ინტერესია, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი აქტიურობა იყოს და სახელმწიფოსაც გქონდეს მეტი დავუშვათ мотивация, რომ ის დანარჩენი სეგმენტები, რომელიც ასამოქმედებელია და რეფორმის სრულყოფილად მოწოდებისთვის, ხო? იმ მიმართულებებითაც რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ნაბიჯები. რეფორმა და განსაკუთრებით ესეთი ენერგოტევად დარგში რეფორმა, როგორც არის ელექტროენერგია, ესეთ რთულ ბაზარზე რეფორმა, რა თქმა უნდა, სარგებელს არ გვაძლევს უკვე ჩვენ შევხედოთ სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში, ხო? მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა არსებობდეს გარკვეული რისკები, შესაძლოა რეფორმის შედეგად იყვნენ პირები, კომპანიები, რომლებმაც მიიღეს სარგებელი, რომლებმაც პირიქით რეფორმის შედეგად ზიანიც კი მიიღეს, თუმცა საბოლოოდ რომ შევაფასოთ რეფორმა უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაში და ჯამურად საზოგადოება რამდენად იღებს სარგებელს და გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეფექტი, მაგალითად რა უნდა იყოს, რომ მივხვდეთ, რომ ამ რეფორმამ მინიმალური ისეთი შედეგი მოგვიტანა, რომ გაგრძელება ღირდეს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიციიდან. მოკლევადიანი ეფექტია რეფორმის სარგებელი ზოგადად მაინც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევაფასოთ. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება დავაკვირდეთ, რამდენად სწორად მიდის შედეგები, რამდენად მიდის რეფორმა ისე, როგორც დავგეგმეთ, რამდენად დგება ისეთი შედეგი, რომელმაც შეიძლება მოგვიტანოს ის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში. უკვე ამის გაზომვა უკვე ბაზრის სეგმენტების ამოქმედების შემდგომ შესაძლებელია ბირჟაზე ვაჭრობის ლიკვიდურობით უკვე მას შემდეგ რაც სრულად გაიხსნება ყველა სეგმენტი ფასის ჩამოყალიბებაზე მოქმედი ფაქტორებით და ჩამოყალიბებული ფასით, რამდენად არის ეს ფასი სამართლიანი, რამდენად ახსახავს მოთხოვნა მიწოდებას. უკვე ეს პარამეტრები შეგვიძლია შევაფასოთ პროგრესი, რამდენად სწორად მიდის და მიდის თუ არა იმ მიმართულებით, რაც იყო დაგეგმილი. კი ბატონო, და კიდევ ერთი ნაწილი ამ შემთხვევაში დავუშვათ, რაც იყო დაგეგმილი ერთი და გრძელვადიან პერსპექტივაში რა კონკრეტული სურათი უნდა დავინახოთ, ან ეს გრძელვადიანი პერიოდი რა დროს შეიძლება მოიცავდეს 1 წელს, 2 წელს, 5 წელს, 10 წელს. ანუ იმიტომ რომ
აბსოლუტურად მესმის, რომ ენერგეტიკა არ არის დაუშვათ ის სეგმენტი, სადაც დღეს იტყვი და ხვალ უკვე რეალურად შეიძლება რაღაც კონკრეტულ მინიმუმ რაღაც ამ ნაწილს ბოლო-ბოლო რაღაც გენერაციის ობიექტებია საჭირო და შემდგომ, ხო, ყველაფერს თავიდანვანებად, მაგრამ აი ამ მთლიანობაში ხელშესახები რომ დავინახოთ საზოგადოებამ, მესმის რომ ძალიან ბევრს ვკითხულობ ამ თემაზე, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკურია, ხო, რომ რაღაცა კონკრეტული შედეგი გვინდა რომ ნახოთ და ის თუნდაც გრძელვადიანი რამდენი წელი შეიძლება იყოს. მოდი ეგ დავიწყოთ რა უნდა მოქცეს ბაზრის რეფორმა, ხო? ყველა რეფორმის, ასე ვთქვათ, ყველა ბაზრის უპირველესი მიზანი არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომლის ქვეშაც უკვე შეიძლება სხვადასხვა მიზნები და სხვადასხვა სარგებელი მივიღოთ. ხო, კარგ ნაწილს შეეხეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ცალკე ვიკითხავ. პირველ რიგში ძალიან მოკლე ვადაში რაც შეგვიძლია მივიღოთ სარგებელი, ეს იქნება ჩვენ რეალურად გავიგებთ რა ღირს ელექტროენერგია. დღეს რეალურად ელექტროენერგიის ღირებულება და ელექტროენერგიის ფასი არ ვიცით რამდენად არის ერთმანეთთან ახლოს. იმიტომ რომ მოთხოვნა მიწოდების იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რითაც უნდა ყალიბდებოდეს ბირჟაზე ფასი და რითაც განისაზღვრება საორიენტაციო ფასი, დღეს ასეთი ფასწარმოქმნის მექანიზმი ამ მოდელში რეალურად არ გვაქვს. შემდგომ უკვე რაც როდესაც განსაზღვრავთ რა არის ელექტროენერგიის ღირებულება, შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ აქედან გამომდინარე შედეგებზე. მაგალითად, ახლა როცა ვსაუბრობთ ვადაზე, რამდენი ხანი შეიძლება ვივრძნოთ ეს ეფექტი, მაგალითად სიგნალი, რომელსაც გასცემს ახალი ბაზარი, მაგალითად ინვესტორებისთვის, უკვე ამის შემდგომ უნდა მოხდეს ამ სიგნალის მიღება, შესაბამისი სადგურებში ინვესტიცია, შესაბამის არა მარტო წარმოების ობიექტებში, მაგალითად დამაგროვებლებში ინვესტიცია და ამ შემდეგ და უკვე ამის შემდგომ შეიძლება ვნახოთ რა იქნება ის გრძელვადიანი ეფექტი, რაც შეიძლება მივიღოთ. რა თქმა უნდა, მოკლევადიანშიც გვაქვს შედეგები, რომელიც სწორ სიგნალებს გვაძლევს, მათ შორის მოხმარების ხარეს, წარმოების ხარეს, გვაძლევს საშუალებას მოკლევადიან პერიოდში, რომ და მოტივაციას აძლევს წარმოებლებს, რომ მოახდინონ მათი წარმოების ან მოხმარების გადავადება, რაც პიკის შემცირების საშუალებას გვაძლევს, ან მოკლევადიან პერიოდშიც გვაქვს სარგებელი, თუმცა მთავარი სარგებელი მაინც უფრო გრძელვადიან პერიოდში საიმედო ბაზრიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ. არის თუ არა გარკვეულწილად პრობლემა, რომ ბირჟა სატესტო რეჟიმშია და არა რეალურად ფუნქციონირებად რეჟიმში? ბირჟა რეალურად ფუნქციონირებად რეჟიმშია, შესაძლებელია ბირჟაზე ელექტროენერგიაზე განაცხადის დადება, ყიდვა ელექტროენერგიის, გაყიდვა ელექტროენერგიის. ხო, მაგრამ ის რომ სატესტო დატვირთვა ეს დისკომფორტი შექმნელი ხო არ არის თავად კერძო სექტორისთვის და გარკვეულწილად თავის შემაკავებელიც, რომ სრულყოფილ ვაჭრობაზე წავიდნენ კომპანიები? არა, მას არ ვფიქრობ, რომ ბირჟა დღევანდელ მოდელში, როგორც ფუნქციონირებს, ამ მოდელში კომპანიების საჭიროებიდან გამომდინარე ყიდიან ან ყიდულობენ ელექტროენერგიას. ჩვენ ვერ ხედავთ ელექტროენერგიის მიწოდების დიდ მასშტაბებს ბირჟაზე. ამის მიზეზი არაერთ შეიძლება იყოს, მათ შორის ის, რომ ალტერნატიულ ბაზარზე მათ უკვე აქვთ დაგეგმილი სტრატეგიები, ყავთ შეიძლება გრძელვადიანი პარტნიორები, აქვთ ხელშეკრულებები და უკვე და პლუს ამას ბირჟაზე ვაჭრობა მათ შეიძლება აღქმული იყოს რისკად, რადგან შეიძლება ბირჟაზე გაყიდონ იაფა და საბოლოოდ აღმოჩნდეს, რომ უკეთესი ფასის მიღება შეეძლო სხვა სეგმენტზე. ანუ რისკის თემები არის და ასე რომ სხვადასხვა ფაქტორებია, რაც რის გამოც მონაწილეები შეიძლება თავს იკავებდნენ ვაჭრობისგან, მაგრამ არა ის, რომ ბირჟა არის სატესტო რეჟიმში. ბირჟა მუშაობს სრულად ისე, როგორც უნდა მუშაობდეს სამიზნე მოდელში. და აუცილებლად უნდა შევეხო იმ ნაწილს, რომელიც თქვენთან ახსენეთ, ეს არის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მithქვამ სხვადასხვა გადაცემაში, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ამ ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამსაზღვრელი ფაქტორი. დაუშვათ ენერგეტიკული რეფორმის სრულყოფილად ამოქმედებას რა როლი შესრულება შეუძლია ენერგეტიკული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ სიტყვათა წყობა, ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ დაუშვათ ენერგეტიკული საფრთხოების რაღაც კონკრეტული ფრაზეოლოგია, ხო, ყველას კარგად გვესმის. ამიტომ აი, რამდენად არის დაუშვათ შეუძლია ენერგეტიკული ბაზრის ამ რეფორმას ამ ნაწილამდე მიგვიყვანოს ისე, რომ ამ საქართველოს მოქალაქეებს თავი იგრძნონ ამ ნაწილში დაცულად. ბაზრის რეფორმა და ახალი ბაზარი არის ის ერთ-ერთი საფუძველი, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება უნდა მიყვანოს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რის საფუძველზეც უნდა გაუმჯობესდეს ენერგეტიკული უსაფრთხოება, არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, გარდა ბაზრისა და ასე შემდეგ. თუმცა ბაზრის რეფორმა და ახალი ბაზარი იქნება ის საფუძველი, რომელიც შექმნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებას სხვადასხვა მიმართულებებიდან გამომდინარე. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს გაზის ბირჟაზე რა ხდება?
გაზის ბირჟაზე მე ვემზადებით, რომ მივიღოთ ლიცენზირება მარეგულირებლისგან. გაზაფხულზე მე ვფიქრობ, შევძლებთ უკვე რომ მივმართოთ მარეგულირებელ კომისიას, რათა მოვითხოვოთ ლიცენზიის გაცემა. ამ ეტაპზე თან ხდება ის ძირითადი მოთხოვნები გაზის ბაზრის მიმართ, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს შესაბამისი პლატფორმის შესყიდვა და უკვე როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივმართოთ მარეგულირებელს და უკვე დავიწყოთ მუშაობა ბაზარზე სხვადასხვა მონაწილეებთან, მარეგულირებელი დოკუმენტების შექმნა და ასე შემდეგ. გაქვთ მოლოდინი, რომ დავუშვათ ამ სექტორის მონაწილეები უფრო აქტიურები იქნებიან, ვიდრე ენერგეტიკული ბირჟის შემთხვევაში? ორივე შემთხვევაში ბირჟაზე ვაჭრობის საჭიროება გამომდინარეობს დაბალანსების ვალდებულებიდან, დაბალანსების საჭიროებიდან. შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიის ბირჟის შემთხვევაში, გაზის ბირჟის შემთხვევაშიც თუ გვექნება პოზიციის დაბალანსების საჭიროება, თუ იქნება მონაწილეებს ვალდებულება, мотиваცია, რომ დაამტყიონ ერთმანეთს მათი მოხმარება და შესყიდული, რა თქმა უნდა, გაზის ბირჟაზეც იქნება ვაჭრობა. თუმცა ელექტროენერგეტიკისგან განსხვავებით, გაზის ბირჟა ტექნიკურად შედარებით და გაზის ბაზარი ტექნიკურად შედარებით მარტივია, უკვე შედარებით მარტივი სისტემიდან გამომდინარე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ირაკლი გალდავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მიკრობანკებმა მიმდინარე წლის 15 მარტისთვის კონტრციკლური ბუფერი